მოგესალმებით, ვებასო მეგობრებო, სვენელებო. დღეს მე გთავაზობ თქვენ ვალერია კალცოვას ვიდეოს თემით კიბერტონი და ხელოვნური სამყაროების მახეები. კითხულობს ნადეჟდა კუდელგინა. და ეს ვიდეო იყო ატვირთული 29 ნოემბერს 2022 წელს. მას დავიწყოთ. აქ საუბარია ხელოვნურ სამყაროებზე, რომელსაც ქმნიან თამაშებით. იმდენი თამაშებია დღეს გამოსული და ახალგაზრდობას იზიდავს ეს ხელოვნური სამყარო. თითქოს რეალური ყოფილიყო. და რატო ხდებაო მასე? ისმება კითხვა. იმ ფანტასტიკურ მწერლებმა, რომლებიც წერენ კიბერ სამყაროზე, კიბერ სისტემაზე და ყველაფერს ისიც, რაც დაკავშირებულია კიბერთექნოლოგიებთან, რობოტებთან, ხელოვნურ ინტელექტთან, საიდან მოაქვენო ამ მწერლებს, ფანტასტიკური ნაწარმოებების მწერლებს ეს თემებიო. ისინი ამას ყველაფერს ისე ყვებიანო თითქოს და ნაცხოვრები არიანო ამ სამყაროში რეალურად. როგორ მოხდაო მაგალითად, რომ ჩვენთვის სულ უცხო სამყარო რობოტების და კიბორგების სამყარომ შეიქმნა, ასე ვთქვათ, გაიჩინა ფანატიკოსები. სიტყვა ფანატიკოსობა კი იცით რას ნიშნავს. და მასე გამოვიდაო, რომ ამ ხელოვნურმა სამყაროებმა დაიწყესო ადამიანების სულების დაპყრობა. ჩათრევა. რატომ ითრევსო ადამიანებს ვიდეო თამაშები? აი, მეც ხუნია შემთხვევა, რომ ვიდეო თამაშს დავიწყებ, ცოტა ხანი ვითამაშებ, ხო, მე ამ საქმეს გავაკეთებ, ხო? მაგრამ მე შემიჩნევია, რომ აი დავიწყებ თამაშს და უფრო მითრეს, არ მინდა, აი, კიდევ ცოტა ხანი, ასეთი ხა მე არ თამაშობ ისეთ ვიდეო თამაშებს, რა თქონდა მე ტელეფონი და ინტერნეტი, ონლაინ თამაშები იყო, ის მას კაჩავდი ხოლმე ბუშტების გასხდომა, მე ბურთის იყო ასეთი თამაში, ბურთი უნდა წაგეყვანა სწორი მიმართულებით, რომ რაღაც ბარიერებს არ დაჯახებოდა და ამდაგვარი, თორემ ისიც 1 2 3 თამაში ხანდახან განაცხადი ერთმანეთს ონლაინ თამაშებს. თორემ არის ხომ ონლაინ თამაშები არა, ოფლაინ თამაშებს, რომელსაც ინტერნეტი არ სჭირდება. შემეშალა ონლაინი არის, როდესაც ჩართული ხარ ინტერნეტში და ოფლაინ არის, როდესაც შენ ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტზე არა დამოკიდებული ვიდეო თამაშები, ისეთ თამაშებს თამაშობ. არა, ახლა მე თამაშობ ხანდახან, როდესაც ინტერნეტი მაქვს, Facebook-ზე მაქვს ამოჩმებული პაზლები. კუბიკების პაზლების აწყობა. ხო, ისიც ხანდახან, ხა ბოლო დროს იმასაც არ თამაშობ ხოლმე. 1000-ში ერთხელ არ მისიდავს უკვე, არც კინოები მისიდავს, არც კოშმარების ფილმები მისიდავს, არც ინდურ სერიალებზე გიждდებოდი, ინდურ კინოებზე. არაფერი არ მისიდავს, იმიტომ რომ მე ხა ისეთი საინტერესო სამყარო ვნახე, ჩემთვის რომ თუმცა მე რომ რეალურად ვიცხოვრო ბუნებასთან ჰარმონიაში და ხოლოდ უკეთეს პირობებზე ვიოცნებო, ჩვენ უნდა შევიქნათ ჯერ ჩვენ თავებში ეს პირობები. ჩვენ უნდა ჯერ აცრთა, ასე ვთქვათ, ფორმებით შევქნათ ეს პირობები, ეს სამყარო ჩვენ თავებში. ჩვენ თავებში რასაც ფიქრობთ, ის სივრცეშიც გამოდის. და შენ უნდა ყვებო შენი პოზიტიური აზრები, რომ ის მართლა ასრულდეს მომავალში.
და ჩვენ რა არ ვიცით ისეთი. თუ რა აქვენ დაგეგმილიო, რა ქონდათ უпростоრად ეს წარსულში, როდესაც ამბობენ ოკუპანტებს, ეს ყველაფერი წარსულშია. წარსული წარსულ დროში უნდა წარმოიდგინოთ. იმიტომ რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა. რა ქონდა დაგეგმილი ოკუპანტებს, ანუნაკებს და კიდევ იქ დრაკონილებია თუ ვინცხა, არაერთი ოკუპანტი ყავდა დედამიწას. ისინი იყვნენ მრავალ ფეროვანი და არ აქვს ამას ახლა მნიშვნელობა. ამ და იმ კითხვებთან დაკავშირებითო პასუხი მივიღეო გაცნობიერებული სიზმრების მეშვეობითო, ამბობს ვალერია კოლცოვა. ხო და როგორც ყოველთვის ვალერია კოლცოვა თავის ისტორიას იწყებს აღწერით. თუ როგორი გარემოა მის გარშემო იქ, სადაც მაგი მოხდა, თუ როგორი განათება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი მე გამოვდოვე, რადგან მე იმხელა ჩემ ტელეფონს არ აქვს იმხელა მეხსიერება, რომ ჩაატიოს ყველა დეტალები და პირდაპირ გადავალ იმ ხილვიდან, იმ მომენტიდან ამ ხილვისა, სადაც ის ხდება ბუდას. ხო, იქ ვალერია კოლცოვა რაღაც გზას გადის, ასე ისე და შემდეგ შეხვდა ხედავს რომ იდის, ხედავს შორიდან რომ დგას რაღაც სტატუია, ბუდას სტატუია. ხო, ეს ჯერ სტატუია მაპატიეთ ძეგლი, ბუდას ძეგლი ეგონა ვალერია კოლცოვას, მაგრამ რომ მიუახლოვდა, აღმოჩნდა რომ ეს ბუდა ძეგლი კი არა, ყოფილად ცოცხალი არსება. ხო, გიგანტური არსება ისდა, გიგანტური ბუდა. თავიდან ვალერიას კოლცოვას შემეშინდაო, მაგრამ შემდეგო, როდესაც მან თავის ნახევრად მოხუჭული თვალები გაახილაო, მაშინ გამოჩნდაო სინათლე, რაღაც ნათება და მან გაიღიმაო. და ჩემ შიგნითო მე გაისმაო, ჩემ შიგნითო, ამბობს ვალერია, ბარხატული მელოდიური ხმაო. ესე იგი, ბუდა ელაპარაკებოდა, მაგრამ ხმოვანი ბგერებით კი არა, არამედ შიგნით. ტელეპათიურად ელაპარაკებოდა ვალერია კოლცოვას. ჩემი სახელიაო ხარდი, ანუ ცველი. მე თქვენთანო დედამიწაზე ვარო მონასტერი, როგორც ბუდა გაუტამა. ოდესღაც მე შენ განახე ოქროს პლასტინები, რომელზეც ბრძენმა ადამიანებმა გადაწერეს ამ პლანეტის ისტორია. მაშინ კიდევ ცოცხალი იყო უდიდესი რაჯა მზე. ხო, მე მაგი გაანადგურდა, როგორ მე არ ვიცი, მე ეგებ წავაწყდე ამ ინფორმაციას. ხო, ახლა ვალერია კოლცოვა ამბობს, რომ კი, კითხულობს ნადირთა კუთელკინა, მაგრამ მე მაინც ვალერია კოლცოვას ვახსენებ, იმიტომ რომ ეს მისია. ხო და ვალერია კოლცოვა ამბობს, რომ ნახეთო ვიდეო ფაეტონი. იქ კიდევ გაგრძელება თემის, მაგრამ ამ ვიდეოში მგონი დეტალურად რაჯას მზეზე საუბარი. დღეს შენო ნახავად გადაცემო კიდე ერთ ინფორმაციას, ცოდნას, რომელსაც დღევანდელი ადამიანები დედამიწაზე ხედავენ, მაგრამ ვერ აცნობიერებენო, ან არიციანო, თუ ეს სინამდვილეში რა არისო. დღევანდელი თქვენი ახალგაზრდობა გატაცებულია ფილმებით და თამაშებით ფანტასტიკურ სამყაროებზეო. მაგრამ ბევრმა არ იცისო, რომ ეს სინამდვილეში არსებობსო. ესე იგი, ფილმები, ფანტასტიკური, ვიდეო თამაშები, ეს ყველაფერი არსებობსო რეალურად. და ახალგაზრდობა მეს არ იცისო. ძველ გაზრდობაც თამაშობს ხოლმე თამაშებს. და მე დღეს დაგელაპარაკებითო თქვენ გასაგებ ენაზეო. დაგაჩვენებთო რობოტების სამყაროს, კვტარ სამყაროს, რომელსაც იდეალიზირებენ, ხო, რომელსაც თქვენ სამყაროში იდეალიზირებენ და უჩვენებენ, როგორც რაღაც
როგორ გითხრათ რაღაც ისეთი რაც იტაცებს ადამიანს ითრევს მისი მთელი ცნობიერებით მის ამ სამყაროში კვტარ სამყაროში ხო და ანონაკების მაშინდელი მე ვიტყვი ასე მაშინდელი წარმომადგენლები ადამიანების სახით რეკლამას უკეთებდნენ უკეთებენ უпроსტად ვიდეო თამაშებით რომ აი ეს რა ესე იგი მაგარი სამყაროა რა საინტერესო სამყაროა სინამდვილეში ეს კი არის კვტარი სამყარო ხო და ამ დროს ხარატის უკან კიდევ შეგახსენეთ რომ ხარატი ქვია ამ ბუდას რომელიც ელაპარაკება ვალერიას და ამ ხარატის უკან უთეფო გაიღო დერეფანი რომელიც ანათებდაო ეს სინათლეს განათება პულსირებდა და ეს ამდენი ფანს მიყავდი საცხას სიღმეში და მე უცებ აღმოჩნდი ამ დერეფნის შიგ და მე ვხედავ გამოქვაბულების დარბაზებს სადაც დგას ეს უზარმაზარი კოლონები და ეს კოლონები ამოჭრილია პირდაპირ იმ გამოქვაბულის კედლის ქვიდან ინდოეთის გამოქვაბულებზეა თურმე საუბარი უცებ მოძრაობა შეწყდაო და ჩვენ აღმოჩნდითო მიწისქვეშა ტბის სანაპიროზე უпроსტად ეს ტბა იყო ჩვენ გარშემო და ჩვენ ამ ტბის შუაში ვიდექითო კუნძულზე ამ ტბაზე ყოფილა კუნძული და ესენი აღმოჩნდნენ მდგარი ამ კუნძულზე გარშემო იყო ტბა მიწისქვეშა ტბა კოლონებს აქაც კოლონები უпроსტად კოლონები ხომ იცი თეატრის შენობებს რომ აქვს კოლონები აქაც იყო და ჭერს ამაგრებნენო გამოქვაბულის ჭერს ნათება ციმციმებდაო თითქოს მთელი ტბის წყლის ზედაპირზე ამ თავის ნათებას ართელებდაო ჩვენ წინ გამოჩნდა მასიური კიბე რომელსაც მიყავდა ზევი და იყო ნისლი რომელშიც ვერაფერს ვერ ხედავდიო და ამ ნისთან მიყავდაო ამ კიბეს ესე იგი კიბე იყო ასასვლელი და ბოლოში მოჩანდა ეს სკელი ნისლი რომელშიც არაფერი არ ჩანდა ხარატი და ვალერია ხარატიმ შეეხო ამ ბუდამ ამ ნისლს ხელით შეეხო და ეს ნისლი თითქოს დაიფანტაო ძლიერმა ნათებამ გარშემო ყველაფერი თეთრ შუქად გაანათა როდესაც ვალერი ამბობს როდესაც ჩემი თვალები შეიჩვიაო მე შევამჩნიო რომ ამ ნათებას უშვებდაო უზარმაზარი კრისტალი ხარატი მითხრაო რომ ამ კრისტალში ჩაწერილიაო ინფორმაციაც უძველესი ტექნოლოგიების დახმარებითო კი ხდება ახლაც საერთოდ კრისტალები არის ინფორმაციის მატარებლები და კრისტალებში ძალიან დიდი ინფორმაცია იწერება ალბათ ზოგს გაუკვირდება როგორ უნდა წაიკითხო ის უბრალო ვითარა გამოხვითებული ისეთ ადამიანს არ შეუძლია წაკითხვა თორე არიან ადამიანები რომლებიც კითხულობენ კრისტალის როგორც წინგს გადაშლილ წინგს და მოაქვეყნონ იქიდან ინფორმაცია ამ კრისტალებშიო ჩანსო აკაშის ქრონიკები ისე როგორც არის იქ ჩადებული კრისტალი გარდა ტეხავსო ეფირულ ესე იგი ცოდნების ნაკაცო და ამ თავის კრისტალურ სტრუქტურაში უკეთებსო მატერიალიზაციას ესე იგი ხედვითი შეგრძნებითი ხატებს იმისა და რომლებიცო ყოველი მოვლენა რაც კი ხდება სამყაროში იწერებაო ყველა ცოდნებიო რასაც კი აბრქვებსო ჩვენი სამყაროს ცენტრი მისი აკინძვის წერტილიდანო როგორც თქვენ ამას იტყოდითო ეგრეთ წოდებული ნულოვანი სივრცით
სივრცის დახმარებით, რომელზეც უკვე იყო ნათქვამი. უცებ კრისტალი სპიხნულ არაფეთქდა, გაანათა რაღაცნაირად და გამოჩნდაო ვარსკვლავური ცა. უფრო სწორად გამოჩნდა კოსმოსი, რომელზეც იყო ეს ვარსკვლავი, რომელზეც ჩანდა ეს ვარსკვლავები, ეს სამყაროები. მაგრამ უცებო ეს გამოსახულება თითქოს დაიჭიმაო და გაქრაო. და უცებ გამოჩნდაო სივრცე, რომელიც ჩამოგავდაო ბუშტს. ოღონდ ეს ბუშტი იყო გიგანტური ზომების. ამ ბუშტში წინადაო რამდენიმე მზე და გარშემო იყო სიბნელე, სრული სიბნელე, ამ ვარსკვლავების გარშემო იყო სრული სიბნელე. ეს არისო სივრცის ხელოვნური მარყუში. კი, კეთდება ასეთი მარყუშების გაკეთება იციან. ხდება ხოლმე, მithumზე ჩვენი მტრები აკეთებდნენ ასეთ ჯიბეებს, ასეთი ხელოვნური სივრცის მარყუშებს, ჯიბეებს, სადაც იმალებოდნენ, მაგრამ ბევრი უკაცრავად ამ სიტყვისთვის გამოაძვრინეს მაქედან და ბევრი ასეთი სივრცე ხელოვნური ჯიბეები იქნა ანიგილირებული, ანუ როგორ გიხართ, გამქრალი. და ხარატის ხმა ისევ გაისმაო ჩემ თავში, თუ თქვენ დედამიწის დროთი გამოცლითო, მაპატიეთ მზე აცხუნებს. მიწის დროითო სადღაც 15 მილიონი წლის უკანო ჩვენ სამყაროში მოხდაო კიდევ ერთი გარღვევა ანტისამყაროშიო. მაგრამ ეს არ მოხდაო ანტისამყაროს მხრიდანო. არამედ ეს მოხდაო ჩვენი სამყაროს მხრიდანო, რაც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთო. ერთ-ერთი ცივილიზაცია ატარებდაო ექსპერიმენტს სივრცეებთან დაკავშირებით. ეს ექსპერიმენტი შეიცავდა ესე იგი, ამ ექსპერიმენტების დახმარებით უნდოდათ ამ სივრცესთან, ექსპერიმენტის მეშვეობით უნდოდათ ეპოვათ მოკლე გზები სხვა სამყაროებთან დასაკავშირებლად. ეს ცივილიზაცია არ იყო ბნელი ცივილიზაცია პირდაპირ გაგებით, მაგრამ მის განვითარებას ნათელ განვითარებას ჩვენ ვერ ვუწოდებდით. მათი განვითარება ჩამოგავდა ადამიანურ განვითარებას. მათ ამოძრავებდათო ცნობიერება, არა, მაპატიეთ, ცნობის მოყარეობა, შემიჩალა. მათ ამოძრავებდათო ცნობის მოყარეობა და არ ყოფნიდათო ცოდნები იმისთვის, რომ ასეთი ექსპერიმენტები ეწარმოებიათო. მათ არ ჰქონდათო სულიერი განვითარება. მათი მიზანი იყო ფიზიკური, მატერიალური რესურსების მოპოვება, ძიება და შემდეგ მოპოვება. მაგასთან თავის სისტემაში აითვისეს რამდენიმე პლანეტა და გამოიგონეს ტელეპორტაცია. ესე იგი, ამ ტელეპორტატორის დახმარებით მათ შეეძლოთ მოეხდინათ ტელეპორტაცია იქ, სადაც მოისურვებდნენ წასვლას. და ამ ტელეპორტერის დახმარებით ისინი სწავლობდნენ, უბრალოდ ეძებდნენ კარიბჭეებს და უნდათ ამ კარიბჭეების ათვისება, გამოყენება თავისთვის. თანდათანობით მათი
როგორ გითხრათ, თანდათანობით ისინი იქცნენო უდიდეს იმპერიად, რომლებაც დაიპყრესო მთელი galaktika. Am galaktikas თითქმის არავინ am galaktikashi უფრო სწორად თითქმის არავინ სახლობდა თუ არ ჩადლითიდო რამდენიმე სუსტად განვითარებულ ცივილიზაციებსო. როგორც თქვენ იტყოდით, პირველყოფი დონის განვითარების ეტაპზე იყვნენ ისინი ვინც ამადგადა კიდევ ბინადრობდნენ მაგ galaktikაში. მაგრამ მოშორებულ პლანეტაზე ერთ-ერთ უიღბო ექსპერიმენტის დროს მოხდა გარღვევა ანტისამყაროში. ერთ წამში მოხდა ყველაფერი რაც მოხდა. ერთ წამში მთელი ის ცივილიზაცია, მთელი ის სამყარო, სადაც ესენი ცხოვრობდა, მთელი galaktika მათი ერთ წამში ჩაყლაპა შავმა ხვრელმა და დაიღუპნენ. შეიძლება ამას ელოდებოდა ლუციფერის შავი სული, შეიძლება ლუციფერი აწვდიდა ამ იდეებს მაგ ცივილიზაციას, რომ ასეთი ექსპერიმენტები აწარმოებინათ, რადგან ამ ანტიმირიდან და ლუციფერიდან ინფორმაცია მიიღებოდა ამათთან, ამ ცივილიზაციასთან დაღუპვამდე შავი კრისტალების მეშვეობით. და ეს შავი კრისტალები ამ ცივილიზაციას შემუშავებია იმისთვის, რომ მიეღოთ რაღაც ინფორმაცია თავისი ექსპერიმენტებისთვის. ლუციფერმა გამოიყენა ეს აფეთქება და ეს სივრცე ესე იგი განალაგა მის გარშემო ბუშტის სახით. და ამ ბუშტში, რომელიც მან შექმნა მის გარშემო, ტელეპორტაცია გაუკეთა ანტისამყაროს სამ galaktikas. ხო, ანტისამყაროს უძახეთ თქვენ, მაგრამ ანტისამყაროშიცა ცხოვრება, ოღონდ მინუსში ითვლება. აი, მე ვახსენე ერთხელ ერთ ვიდეოში ფილმი ანტისამყარო. არა, ანტისამყარო არა, ანტიმატერია. ხო, ანტიმატერია. ხო, ვახსენე. ფილმი არის ასეთი ანტიმატერია. ძალიან საინტერესო ფილმია, მაგარი გადაღებულია. აი, ხოლმე როდესაც წავაწყდები ინტერნეტში ამ სიტყვას ანტიმატერია, ანტისამყარო, ხელად ის ფილმი მახსენდება. და ამ ანტისამყაროში უფრო ცხოვრობენ დემონები. არ არიან სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებიც, მაგალითად, არ ვიცი რამდენად სიმართლეა, მე ხო ვთქვი ერთ-ერთ ვიდეოში, რომ კასიოპეას გამოიყო ორი პიროვნება, მამაკაცი და ქალი, ხალბატონს ქვია მარია, მათ შექმნეს ცალკე არხი ალციონი და ამ არხზე მე მოვუსმინე მათ ვიდეოს მარია ორშიძე. არ ვიცი თქვენ გაგიგონიათ თუ არა, ბევრ თქვენთაგანს ალბათ გაუგონია ეს გვარი და სახელი, ხო? ეს გვარი და სახელი ჟღერს ბევრ ვიდეოში. და მარია ორშიცი იყო, მარია ორშიცმა შექმნა საზოგადოება ვრილი, საზოგადოება შედგებოდა რამდენიმე ქალიშვილისაგან, ყველას ძელი თმები ჰქონდათ და როდესაც ისინი ამათთან კონტაქტში შევიდა ალდებარანელები. ხო, და ეს ალდებარანელების ის ჯგუფი, რომელიც შევიდა ამ გოგოებთან კონტაქტში, შედგებოდა დრაკონელებისგან და ნეგატიურად განწყობილი ქერათნიანი წარმომადგენლებისგან, ნორდიკებისგან, ხო, გამახსენდა ახლა. და როდესაც თავდებოდა ომი, მარია ორშიცი მისი საქმრო და ერთი გერმანელი ქალი ფრინავი
ჩასხდნენ დისკში. ხო, მანამდე ამათ შექმნეს დისკი. ამათ უგზავნიდნენ კონტაქტის მომენტში ნახაზებს, ხომალდების ნახაზებს. და ერთ-ერთი ხომალდი ამ არხი ალციონის თქმით შექმნესო, რადგან და დატოვესო, ესე იგი სივრცე, დედამიწის სივრცე, მაგრამ მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი, ხო, თითქოს და ამათ ელაპარაკებოდა მარია ორშიცის სული. და როდესაც ისინი ცდილობდნენ ალდებარანზე გაფრენას, რაღაც მოხდა გაუთვალისწინებელი და მოხდა ავარია. ესენი მოხვდნენ ადგილზე, ანტისამყაროში მოხვედრილან. მოხვდნენ ისეთ ადგილზე, სადაც იბადებიან ბებრებად. ხო, თუ ჩვენთან ადამიანი იბადება ჩვილი ბავშვის სახით, იქანე იბადებიან ბებრებად. არ ვიცი ეს როგორ ხდება, მე ამას თქვენ ვერ აგიხსნით. და როდესაც მარია გონზე მოვიდა, ის იყო სრულიად დაბერებული ხმა მოხუცებლობაში. და მისი საქრონდა ეს პილოტი, ფრინავი ქალი დაიღუპნენ. ეს დატოვეს, მე დამტოვესო სპეციალურად და რაც ხანი გადიოდაო, მე უფრო ახალგაზრდა ხდებოდიო. და ახლა მუშაობ მე მათთან და არ ვიცი რაღაც პროექტზე მუშაობს. ხო, მაგრამ ახლა მართალია ეს ამ თემას არ ეხება, მაგრამ მინდა კიდევ გავიხსენო პენიბრელის ამბობი. რაც ალდებარანს ეხება. ნაცისტებმა, კოსოვური გერმანელებმა, კოსოვში ცხოვრება გერმანელებმა სადესო ალდებარანზე გაფრენას, მაგრამ იმათმა არ მიიღესო ესენი და ყველა გაანადგურესო, არ მიცესო უფლება მათ პლანეტას მიახლოება. ხო, ესეღა მე დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ახლა ისევ თემას დავუბრუნდეთ. ხო და როდესაც ლუციფერმა ეს სამი გალაქტიკა ამ ბუშში გაუკეთა ტელეპორტაცია, სინამდვილეში ის ხო მატერიალური არ იყო, მაგრამ ეს სამი გალაქტიკა, ამ სამა გალაქტიკა გამოიჩინაო თავი, რადგან იყვნენო -3 სიმჭიდროვედან. როგორც გითხარით, ანტიმატერიაში მინუსობითაა ყველაფერი. -3 ესეც ბრტყელი მატერიაა, როგორც თქვენი მესამე სიმჭიდროვეო. და როდესაც ლუციფერმა მოახდინაო ამ სამი გალაქტიკის დეპორტირება ბუშტში, -3-დან ისინი გახდნენ უბრალოდ 3. ანუ გახდნენ ისეთები, როგორც იყო დედამიწა. მაგრამ თლათ ჩვენაერი არ იყო. მაგრამ ლუციფერის მიერ შექმნილი ბუშტი მაინც ანტისამყაროთ ითვლებოდა. ხო და ეს ანტისამყარო ხომ შემოიჭრა ჩვენ სამყაროში, ჩვენ სივრცეში და მან დაარღვია ის ეკვატორიული შემზღუდველი, რომლის საზღვარი არ უნდა გადაელახა. ანუ როგორც უწოდებენ რუსულად ეს ჟღერს, როგორც პატკლატკა. ხო, ანუ სარჩული, სივრცის სარჩული, იყო გარღვეული სივრცის სარჩული. და ის ძველი დაღუპული ცივილიზაცია, რომლებას თავისი ექსპერიმენტით შეუწყოს ხელი, რომ ეს ბუშტი გაჩენილიყო, ფიზიკურად შეწყვიტეს არსებობა. ანუ ის ცივილიზაცია და ის გალაქტიკა, რომელშიც ხდებოდა ეს ექსპერიმენტები, ფიზიკურად გაქრენ. მაგრამ მათი სულები,
რომლებიც ბრალი იყო, რომ მოხდა ანტისამყაროში გარღვევა და მოხდა ამ ჩვენი სივრცის სარჩულის გარღვევა, ეს სულები დარჩა ანტისამყაროს ამ ბუშტის ანტისამყაროს ბუშტის სივრცეში დაკიდებულები. დარჩნენო ამ ანტისამყაროს ბუშტის სივრცეში დაკიდებულები. მათ საკუთარი ხელით ჩაიგდეს თავისი თავი ტყვეობაში. ისინი ვისაც ხელი ეწაფებოდა ამ სივრცის გარღვევაში, მაგრამ მათ შორის იყვნენ ძალიან ძლიერი, ენერგეტიკულად ძლიერი სულებიც და რადგან მაინც ენერგეტიკულად, ვიბრაციულად ანტისამყარო დაბალია, ენერგიების დავიბენთლად, ენერგეტიკა ანტისამყაროში დაბალია, ხო? უფრო შედარებით, მაგრამ იმ სულებს, რომლებიც იყვნენ დამნაშავე სივრცის გარღვევაში, ანტისამყაროში, მაგრამ ჰქონდათ მაღალი ენერგეტიკა, ისინი იქნენ ამოგდებული ამ ბუშტიდან. ანუ მათ მაღალ ენერგეტიკას ანტისამყაროს დაბალვიბრაციულმა ბუშტმა ვერ გაუთლო და ამოაგდო ისინი. ამ სულებმა, რომლებმაც დააღწია თავი ტყვეობას, გააგრძელეს მაპატიეთ, ხანდახან ისე გამეთიშება, ვერ ვიხსენებ, რისი თქმა მინდა. ხო, ამ სულებმა გააგრძელეს განსახიერება. ვინც გადარჩა. ლუციფერს კი მოვიდა აზრად შეექმნა ექსპერიმენტალური ხელოვნური სამყარო, მაგრამ შეექმნა ფიზიკური სხეულები ამ ანტისამყაროს ბუშში არ გამოდიოდა. ფიზიკურ სხეულებში ამ ანტისამყაროს ბუშში ეკიდა მხოლოდ პლანეტები, გალაქტიკები. მაგრამ ფიზიკური სხეულები იქ შექმნა იყო შეუძლებელი. მაგრამ ეს ანტისამყარული, ანტიმატერიალური, ანტისამყარული ბუშტი იყო დასახლებული მხოლოდ დემონებით, ისიც ყველაზე დაბალ ნაწილებში. თუმცა მათი პლანეტები, ვარსკვლავები და გალაქტიკები იყო გამოვლენილი უпростоრად ამ ანტისამყარო ბუშში, მაგრამ სხვა არაფერი არ ჩანდა ისინი. ამიტომ ლუციფერმა თვალი დაადო ერთ ადგილს ანდრომედას გალაქტიკაში, ერთ-ერთ სისტემაში, მაგ გალაქტიკის გარე უბანში, ეგრეთ ვთქვათ, ლუციფერმა მიაგნო ამ რეგიონში ცივილიზაციას, დაბალ ვიბრაციულ ცივილიზაციას, აგრესიული მოლუსკებისა. ხო, მან მიაგნო აგრესიულ მოლუსკებს. უпростоრად ესენი იყვნენო ჰიბრიდები კიბორჩხალების და მოლუსკებისა. მათი პლანეტა კი იყო დატვირთული სრულიად თლიანად წყლით. ესე იგი, ეს იყო პლანეტა ოკეანე. ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ და ამით ისარგებლა ლუციფერმა. და ლუციფერმა მიაწოდა მათ იმპულსი, ერთი იმპულსიც იყო საკმარისი, რომ მათ დაეწყოთ ახლო სამყაროებში შეჭრა და იქ აერიად ყველაფერი. აი მაგათმა მოახდინეს შეჭრა ჩვენი წინაპრების ერთ-ერთ პლანეტაზე, ატლანტების პლანეტაზე. იქ ოღონდ, აქ არა დედამიწაზე, იქ საიდანაც არია. და ჩვენ წინაპრებს ატლანტებს მოუწიათ ძალიან რთული ბრძოლის გაჩაღება ამათთან და ამათთან
ომმა მოიყვანა პლანეტარულ კატასტროფამდე და ატლანტების იქაური სამყარო პლანეტა გახდა ოკეანე, რადგან ხმელეთი ჩაიძირა და მათი მაცხოვრებელი იძულებული იქნენ აეშენებინათ უზარმაზარი კიდობანი და გამთავრებული იყვნენ ახალი მიწების მოსაპოვებლად. და ეს კიდობანი მოგვიანებით გახდა მთვარე, რომელიც მოადგა ჩვენ დედამიწის ორბიტას. და რა გაკეთა ლუციფერმა? ნაწილი ამ ჰიბრიდებისა, ნახევრად კიბორჩხალებისა, ნახევრად მოლუსკებისა სივრცის გავლით გადაიტანა ამ სამყაროში და მაგათმა შეძლეს არსებობა დედამიწის მეორე განზომილების პირობებში. იმ შავი ქვების დამსახურებით, რომლებაც შემოჭრის დროს, ერთ-ერთ შემოჭრის დროს ანტისამყაროდან გახვრით ეს სივრცე სარჩული ჩვენი სამყაროს. ბევრჯერ იყო შემოჭრა, 3-ჯერ იყო მგონი თუ არ ვცდები. და მას შეეძლო ჩვენ სამყაროში გამოვლინება ამ შავი ქვების ენერგიის დახმარებით. და რამედა გითხართ, იცით? ხომ არის წყნარი ოკეანეს ფსკერზე ნაპრალი მარიანსკა ვპაჯნა, ანუ მარიანის ღრმული ან ნაპრალი, როგორც გინდათ ისე წარმოთქვით. აი ეს ნაპრალი გაჩნდა იმის გამო, ერთ-ერთი შეტევის გამო, როდესაც მოხდა ანტისამყაროს მხრიდან ჩვენი სივრცის სარჩულების გარღვევა და ერთ-ერთი ქვა ამ დარტყმის გამო, რაღაც მოხდა იმ მომენტში. დარჩა შედეგად ეს მარიანას ღმული. ხო, ვალერია კალცოვას ამბობის მიხედვით. რატომ და ამ ღმულიდან იყო გამოსასვლელი ამ ურჩხულებისა. ეს ურჩხული გახდა მიწისქვეშა ბაზები, ანონკების ბაზების მცველი. ადგილს ეწოდებოდა აგარტა. და ამ ტუნელების მეშვეობით ამ აგარტიდან შეიძლება სწრაფად გადაადგილდე ნებისმიერ წერტილში ანტარქტიდის ჩათვლით. თქვენ ამ ურჩხულს იცნობთ სახელწოდებითო ტულხუ. რაღაც უცნაური სახელია. ტულხუ. ის ხალხი იცნობს უფრო, რომლებიც არიანო თავისი ვიბრაციებით განწყობილი ამ დაბალი სამყაროების ვიბრაციაზე. უფრო სწორად დაბალი ვიბრაციები კი არა, არსებობს ისეთი ხალხი, რომლებიც ხედავენ წვრილ სამყაროს. და იმათმა იციანო ამ ტულხუს შესახებ. ყველაფერი. ხედავენო მაგათ. ხო, ახლა ვერ დავიმახსოვრე, ვალერია ერთი მწერლის გვარი დაასახელა და ეს მწერალი ფანტასტიკური მწერალია. ფანტასტიკას წერს და ამის სული ხომ გაგიგონიათ, რომ არსებობს გაცნობიერებული გამოსვლა სულის ორგანიზმიდან ასტრალურ დონეში. ხო და ამის სული სულ გამოდიოდა ასტრალში, ოღონდ ეს კაცი სულ ხდებოდა დაბალ ვიბრაციულ დონეებზე, რადგან თვითონ მას წინა ცხოვრებებიდან მოყვებოდა ძალიან მძიმე კარმა. წარსულში ის ყოფილა შავი მაგი, რომელიც ძალიან ბნელ საქმეებს ჩადიოდა იქ წარსულ ცხოვრებაში და მას ამ ცხოვრებაში გამოყვა ძალიან მძიმე კარმა და ვიბრაციაც ჰქონდა შესაბამისი. ამ წერალს ჰქონდა დაბალი ვიბრაციები და რასაკვირველი ადამიანს რა დონის ვიბრაციები აქვს, იმ დონის არსებებს ხედავს, იმ დონის სივრცეში ხდება ხოლმე და ეს კაცი სულ ხდებოდა დაბალ ვიბრაციულ სივრცეში. მას იზიდავდა ეს სივრცე, დაბალ ვიბრაციული სივრცეები და ამ დაბალ ვიბრაციულ სივრცეებშია, რომ
ბინადრობს ეს ტულხუ, ანუნაკების ბაზების ცველი, ურჩხული. ხო და ამიტომა ის ასე კარგად აღწერს ამას ყველაფერს. თქვენ რა გონიათ? მენდელეევმა თვითონ მოიფიქრა ტაბულა? არა. მენდელეევს გაცნობიერებული სიზმარი ჰქონდა და ამ გაცნობიერებულ სიზმარში მას გადმოსცეს ეს ტაბულა და შემდგომში მას დაერქვა მენდელეევის ტაბულა. შემთხვევით არაფერი არ ხდება ხალხო. შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი რაც კეთდება დამისნულად. ტულხუ იყო დემონი, მაგრამ თავისი დაბალი დემონური სამყაროს გარდა ტულხუ იყო დაკავშირებული თავის თავისი ვიბრაციებით ანტისამყაროსთანაც. იმის გარდა რომ ის იყო ანუნაკების ბაზის მცველი, ის აგრეთვე იყო დაკავშირებული ანტისამყაროსთან. ამ ლუციფერის მიერ შექმნილმა ანტისამყარომ ბუშტში ვერ შეძლო განვითარება, რამაც ხელი შეუწყო ანდრომედის ნათელი ძალების გამარჯვებაში ამ სამყაროს წინააღმდეგ, რადგან იქ თითქმის არ იყვნენ დარჩენილი ამ ბუშტში ცოცხალი დემონები, მატერიალურ ფიზიკურ სხეულში მყოფი დემონები. მაშინ ლუციფერმა გაუღო კარიბჭეები ამ დემონურ სამყაროს და ეს დემონები გადმოაგდო თავის ექსპერიმენტალურ სამყაროში, მენტალურ ბუშტში, ვითომდა აპირებდა ახალი სამყაროს შექმნას. ტულხუს იმ დროიდელმა ასე ვთქვათ, ტულხუს ახლანდელი მომხრეები სავრემენი, მაგდროინდელი, ხო? ტულხუს მაგდროინდელმა ასე ვთქვათ, მოსახლეობამ, ტულხუს დროინდელმა მოსახლეობამ ამ ნახევრად კიბორჩხალა და ნახევრად მოლუსკებისამებრ მაგვარი არსებებმა, ჰიბრიდებმა ესენი იყვნენ გადაგდებული დაცარიელებულ პლანეტაზე, რომელიც იყო დატბორილი ოკეანეთი იმ ასრში ამ სამყაროს შუაგულში შექმნილ ბუშტში. მაგრამ მაგათაც ვერ შეძლეს იქ ბიოლოგიური სიცოცხლესის მიეცათ საწყისი, რადგან დარჩნენ ცოცხალი სამყაროს სულების კვები, ის ენერგეტიკული კვების გარეშე. მოსწრების რასა დაიწყო გაქრობა, რადგან ისინი ვერ მრავლდებოდნენ და მათ არ ყოფნიდათ ენერგიები. ბნელი სამყაროებს არ შეუძლიათ არსებობა, რომ პარაზიტივით არ იკვებონ ცოცხალი არსებებისგან მათი ენერგიებით. ამიტომ ლუციფერმა შეცვალა თავისი ექსპერიმენტი და გადაწყვიტა სამყარო შეექმნა სხვა დონეზე. მან იცა თავის მოწაფეებს ამ ბუშტში და ასწავლა თუ როგორ უნდა შეექმნათ ხელოვნური სხეულები, რომლების დახმარების შემდგომ ისინი შეძლებდნენ ბრტყელ სამყაროებში არსებობას. ამისთვის მან გაუგზავნა მათ მასწავლებლად იმავე ანუნაკების წარმომადგენლები და ამავე დროს ანუნაკებთან ერთად მათ ხელში ჩაუვარდა ტექნოლოგიები, რომელსაც უწოდებენ კიბორგიზაციას და მასზე დაიწყო ხელოვნური ცივილიზაციის ერა.